ჩვენი სტუმარი, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, გახლავთ მოცეკვავე მარი ბაბეტა. გთხოვთ სტუდიაში. ძალიან ბევრი ადამიანი იყო და ბევრი კაცი იყო, რომელიც შენ გთავაზობდა ფულის სანაცვლოდ ქონოდა მასთან სექსი. კი ბატონო. რის გამო ძალიან ბევრი ტკივილი მიიღე. მე მაინტერესებს ის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოგაყენა და იყო თანამდებობის პირი. აი ეს ისტორია თუ შეიძლება. ეს ისტორია მოხდა ისე, რომ ადამიანი გავიცანი კლუბში. ერთ-ერთ კლუბში ვცეკვავდი და ეს ადამიანი მოდიოდა ჩემი ცეკვის სანახავად, ანუ არ შემიძლია რომ დავასახელო მის სახელი და გვარი, იმიტომ რომ საკმაოდ ცნობილი პირია და ინკოგნიტოდ დარჩეს. ადამიანი მოდიოდა ჩემს სანახავად, მე გავიცანით, მე მიკეთებდა საჩუქრებს ჩვეულებრივად, მაკითხავდა სახთან, გავიცანით, ერთმანეთს ჩვეულებრივად მეგობრობდით, მეგონა რომ მეგობრობდით, თუმცა არანაირი სექსი, არანაირი ურთიერთობა ჩვენ არ გქონდა და ერთხელ ერთი დღე ისე იყო, რომ მომაკითხა ჩვეულებრივად. ჩავიჯექი მის მანქანაში და ესეთი რაღაცა დიალოგი წავიდა, რომ მე შენო განებივრებო და რო გჩუქნიო საჩუქრებს, შენ ახლა მე უნდა დავნებდე. უნდა დაწვე ჩემთან. და ცხადია უთხარი უარი, იმიტომ რომ მე სიყვარულოდ არ შემიძლია ახლა რომ დაუწვე იმის გამო, რომ ახლა შენ მე ფული დამახარჯე და იქ რაღაცა მაჩუქე, ეგ შენ გინდოდა. და უარი რო ვთქვი, მახსოვს რომ ჩაკეტა მანქანა და გამიყვანა ძალიან შორს. ბაბეტა, რა მაინტერესებს, იცი, როცა შენ იღებდი საჩუქრებს და ფულსაც გჩუქნიდა ალბათ. არ ელოდი რომ ფულს არ ვიღებდი, საჩუქრებს კი. რა მნიშვნელობა აქვს? თუმცა კარგი, არ იღებდი ფულს. ჩემთვის სხვადასხვა ისა. ესეთი ფრაზა თქვი, რომ მე უსიყვარულოდ კაცთან არ დავწოლილ ვარ. არ ქონია ესეთი სიტუაცია, უსიყვარულოდ არ დაწოლილ ხარ კაცთან? ნამდვილად? აი ხო შენი თვალები ამბობს, რომ ნამდვილად დაწოლილ ხარ. მაინტერესებს. ანუ ქონია შემთხვევა, შეიძლება რომ უსიყვარულოდ კაცთან დაწვე. უფრო სიყვარული არ იყო. აბა რა იყო? ალბათ ვნება. ვნება. კი. ანუ რა ვნებაც მრავალჯერადია, რა თქმა უნდა. არის მრავალჯერადი ვნება ქონია. შეიძლება გაგიჩნდეს იმ ადამიანის მიმართ ვნება მოხდეს ეს ყველაფერი, თუმცა შენ არ გინდა რომ ეს ერთჯერადად მოხდეს, მაგრამ ხდება ეს ერთჯერადად, იმიტომ რომ შემდგომში იმ ადამიანთან აღარ გინდა ურთიერთობა. ანუ ერთჯერადად. ანუ არ დაგაგმაყოფილა რაღაც კრიტერიუმებში. მე არ ვიცახი ლოგინში. ქონდა ურთიერთობები, ზოგჯერ ვნებით, ზოგჯერ ისე. ჩვენში ამას ეძახიან ბოზობას და ხა არ ბოზი? არა. არა, აბა რა ხარ? მოცეკვავე. მოცეკვავე. დიახ. ანუ პატიოსანი მოცეკვავე. დიახ. და გრძელი კაბით მოსიარულე ბოზები დადიან კლუბებში. გრძელი კაბით ბოზები დადიან კლუბებში. ბაბეტა, ძალიან დიდი მადლობა და მე კულისებში მოვკარი ყური, რომ შენ გაქვს ძალიან ახალი ტატუ. და შეიძლება ექსკლუზიურად მაჩვენო მე ეს ტატუ. ეს რა ნიშანია? შეიძლება თვითი დავადო? ეს არის კირჩხიბის ნიშანი, ასოებით 69. 69. ეს ის ტრაკია, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია ერთ-ერთ ტელევიზიაში. ამ საჯდომზე, ამ ტრაკზე მართლა 69 წერია, იმიტომ რომ როგორ თქვი შენ? კირჩხიბის ჰოროსკოპის ნიშანია. თუ 69 პოზა გიყვარს. გეტყვით, არ არის პრობლემა, შემიძლია გიპასუხოთ. კირჩხიბის ნიშანიც არის და 69 პოზაც მევასება. ბაბეტა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.